მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. უმი სოციუმი, ანუნა ბუკიასთან ერთად, რადიო იმედზე. მშვიდობისა, ეს ის დროა და ეს ის გადაცემა, სადაც ჩვენ ადამიანებზე და მათ პროფესიაზე ვსაუბრობთ. დღევანდელი ფოკუსი უმი სოციუმის მოექცა პროფესიისადმი ოფიციანტი. გადავწყვეტეთ გავიგოთ რა მდგომარეობაა ბაზარზე, როგორ მუშაობენ, რა გარემოში მუშაობენ ოფიციანტები, რა პრობლემები დგას დღეს დამკვეთების წინაშე და საერთოდ რატომ არის მნიშვნელოვანი სიღრმისეული განათლების ქონა იმისათვის, რომ მომსახურების სფერო იყოს გამართული და როგორ მოქმედებს ზოგადად ეს ტურიზმზე. პირველი ბლოკის პირველი სტუმარი გახლავთ ირაკლი ბელთაძე. ირაკლი წლების განმავლობაში მუშაობდა მომსახურების სფეროში. ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც მოგვიყვება, როგორ მოხვდა ამ ბიზნესში და რატომ გადაწყვიტა დაუფლებოდა ოფიციანტის პროფესიას. საღამო მშვიდობისა, ირაკლი. მოგესალმებით, ანუნა, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, როგორ მოხვდით მომსახურების სფეროში და როგორ დაეუფლეთ, ესე ვთქვათ, ოფიციანტის პროფესიას. მომსახურების სფეროში მოხვდი როგორც ყველა ხდება, ეს სფერო არის ისეთი, ანუ მარტივი ფულის შოვნის, გზა, რომ შეგვიძლია ეთქვა მარტივად ფული. არანაირი როგორც ძალიან ცუდად ისმის ირაკლი თქვენი ხმა, მოდით ჩვენ ხელახლავთ ვცდით თქვენთან დაკავშირებას იმისათვის, რომ ჩვენი მსმენელი არ აღმოჩნდეს არაკომფორტულ მდგომარეობაში და მან მოისმინოს სუფთა ჩანაწერი. ჩვენს რედაქტორს ვთხოვთ, რომ ხელახლა დაუკავშირდეს ირაკლი ბელთაძეს, რომელიც გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, როგორ მოხვდა მომსახურების სფეროში, რატომ და როგორია უგადად ანაზღაურება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ ცოტაოდენი ფული იშოვონ ან დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ. თამუნაც ცდილობს დაუკავშირდეს ირაკლის, მე მანამ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ გსურთ ჩვენი გადაცემების ჩანაწერი მოისმინოთ, შემოგვიერთდით Facebook-ზე, უმი სოციუმი რადიო იმედი გახლავთ ჩვენი მისამართი, ასევე შეგიძლიათ არამხოლოდ გვისმინოთ, არამედ გვიყუროთ კიდეც და ამისათვის უნდა შემოხვიდეთ რადიო იმედის ძირითად გვერდზე. მე მგონი ირაკლი დაგვიბრუნდა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ირაკლი, გესმით ჩვენი? ირაკლი, ჩვენი თუ გესმით? ალო. თამუნას ვთხოვთ ხელახლა დაუკავშირდეს ირაკლის, ჩვენს პირველ რესპონდენტს, რომ შევძლოთ მასთან გასაუბრება. კიდევ ერთხელ, როგორც გეუბნებოდით, რადიო იმედის მხოლოდ მოსმენა არ არის შესაძლებელი, თქვენ გაქვთ საშუალება გვიყუროთ კიდეც, ამისათვის უნდა მოძებნოთ რადიო იმედის ძირითადი გვერდი Facebook-ზე, დააკლიკოთ ღილაკს პირდაპირ და შესაძლებლობა გექნებათ უყუროთ თქვენთვის საინტერესო წამყვანებს და ნახოთ ზოგადად რა პროცესი მიმდინარეობს და როგორ ფუსფუსებენ ჩვენი თანამშრომლები ჩვენს საეთერო სტუდიაში. ველოდებით ირაკლი ბელთაძეს, ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს. ირაკლი, გესმით ჩვენი ხმა? გესმით. თუდი ხაზი იყო, ამიტომ ხელახლავ ვცადეთ თქვენთან დაკავშირება. გაგიმეორებთ შეკითხვას, როგორ მოხვდით მომსახურების სფეროში? ანუ ამ მომსახურების სფეროში მოხვდა არის რა მარტივი ფული იშოვნება ამ სფეროში, ანუ ოფიციანტი შოულობს მარტივად ყველანაირ რაღაც ნების გარეშე განათლება, თქვენ როგორც ახსენეთ, კითხავდაცვით განათლება ამისთვის საერთოდ არ საჭირო. ანუ როგორც უსებიეთმიან ლოგი დენგი, მარტივად საშუალო ფული არის. თქვენ გადაწყვეტეთ ამ სფეროში მუშაობით მოგიპოვებინათ მარტივი ფული. მართლა მარტივი იყო ამ ფულის მოპოვება, რამდენ მარტივია ის სამუშაო, რასაც თქვენ ეწეოდით? საკმაოდ მარტივია, ანუ სიცოცხლესთან არაფერთან არაა დაკავშირებული. როცა ადამიანს მოგეთ სწავლობს და გაქვს თავისუფალი დრო, რატომაც არ უნდა იშოვო ფული? მარტივი გზით. საშუალოდ რამდენია ოფიციანტის ანაზღაურება ფიქსირებული და შემდეგ ის რაც ეგრეთ წოდებული ჩაი, რომელიც მას რჩება დღიურად მუშაობის დროს, რომ გითხრათ? ანაზღაურება საშუალოდ არის 400-დან 500 ლარამდე ალბათ გააჩნია სად მუშაობ.
და რაც შეეხება ჩაის, ეს უკვე რა თქმა უნდა თქვენზეა პიროვნებაზეა დამოკიდებული, რომელიც ემსახურება ოფიციანტზე, როგორ მოემსახურები მაგიდას და რამდენად სიამოვნებას მიანიჭებს შენი მომსახურებით. რა უნარჩვევები უნდა გქონდეს ადამიანს იმისათვის, რომ ეფექტოს სწორად კარგად იმუშაოს ამ სფეროში და იმისთვის, რომ მისი ანაზღაურება ყოველდღიურად იყოს მაღალი, დამატებითი ანაზღაურება? უნარჩვევები ალბათ პირველ რიგში უნდა იყოს პოზიტიური, ანუ შენგან კარგი ემოციები უნდა მიდიოდეს ხალხთან. დიახ. უნდა იყოს მოწესრიგებული. კიდევ თუ არის რაც მნიშვნელოვანია? პუნქტუალობა ზოგადად ყველაფერში მნიშვნელოვანია და აქაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ იყო თქვენს პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც გაიარეთ დამატებითი კურსები, მაშინ როდესაც თქვენ მუშაობდით ამ თუ იმ ობიექტზე? კი, იყო ეგეთ შემთხვევა, ეს შემთხვევა იყო რუსეთში, როდესაც ჩვენი ადმინისტრატორები იქ ხირავდნენ ხალხს, რომლებიც მასტერ-კლას გვიტარებდნენ, ესე რომ ვთქვათ, როგორ უნდა მოემსახურონ ადამიანს უმაღლეს დონეზე. რამდენად ხშირია ესეთი დამოკიდებულება დამსაქმებლის თქვენი გამოცდილებით, დამსაქმებლების მხრიდან? ანუ რამდენად ხშირად ფიქრობენ თუ არა ეს? დიახ. სამწუხაროდ საქართველოში 1000-ზე ხშირი არის ეს მოთხოვნა, თვითონ მათგან არ მოდის ეგეთი მოთხოვნა, რომ შენ იყო რაღაც მაღალ დონეზე. ეგეთი რაღაც არის საქართველოში სამწუხაროდ. გასაგებია და დასასრულს მინდა გკითხოთ, როგორია თავად მომხმარებლის ქცევა, როდესაც თქვენ გიწევთ მათთან ურთიერთობა. რა შეგინიშნავთ ისეთი, რაც თქვენთვის მიუღებელია და ისეთი, რაც თქვენთვის მისაღები ყოფილა და მოსაწონია? მომხმარებლის ქცევა ისევ თავიდან ვთქვი, იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიეყვები შენ იმ ადამიანს, ვისაც ემსახურები. ანუ შენგან თუ პოზიტივი მოდის და შენგან თუ ემოციურად დადებითად მიუძგებ მაგიდას, რა თქმა უნდა, მომხმარებელისგან ემოციაც შესაბამისია, დადებითია. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. გადაცემის მეორე სტუმარი იქნება პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენელი ლიკა ვაშაკაშვილი. ის არის პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი პროფსასწავლებელში იკარუსი. გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას. ეს ის პროფსასწავლებელია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დაეუფლონ ოფიციანტის პროფესიას. ლიკა ხაზია უკვე. ველოდებით ლიკასთან დაკავშირებას, რომ გაგვიზიაროს მან თავისი გამოცდილება. საღამო მშვიდობისა. თქვენს პროფსასწავლებელში ადამიანებს ეძლებათ საშუალება დაეუფლონ ოფიციანტის პროფესიას და შემდგომში თქვენი პროფილიდან და თქვენი ხელშეკრულებებიდან, მემორანდუმებიდან გამომდინარე დასაქმდნენ და ვთქვათ იყვნენ დასაქმების ბაზარზე ისე რომ გქონდეთ კარგი ანაზღაურება. რომ გითხრათ, როგორია ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა ინტერესი პროფესიისადმი ოფიციანტი? მოგეხსენებათ, რომ ზოგადად საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადია ეს პროფესია. გვაქვს ჩვენ სარესტორნო საქმის მწარმოებელი, ასეთი სახელწოდებით, სადაც ვასწავლით შემდეგი სახის მოდულებს. ეს არის კვებისა და სასმელების სერვისი, სერვირების ხელოვნება იგივე, სხვადასხვა ღონისძიებების მომსახურება, რესტორნის ორგანიზაცია, ფუნქციონირება და მომხმარებელთა მომსახურება, სამზარეულო სტრუქტურა, საკვებ პროდუქტების, კერძების ასორტიმენტი, გვაქვს ჰიგიენა და სანიტარული ნორმების კვების ობიექტებში, ეტიკეტი და მეტყველების კულტურა, ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის შესავალი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, პირველადი სამედიცინო დახმარება, ხარჯსაღრიცხვი და კალკულაცია, ინგლისური ენა და რუსული ენა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს კოლეჯს საკმაოდ ბევრ ორგანიზაციასთან აქვს მემორანდუმი გაფორმებული, სადაც მიმდინარეობს კოლეჯის სტუდენტების საწარმოო პრაქტიკას გადიან. 6 თვე არის კოლეჯში სწავლება, მეშვიდე 1 თვის განმავლობაში პრაქტიკას გადიან ამ ობიექტზე. რამდენი მსმენელი გყავთ თითო კურსზე? თითო კურსზე მაქსიმუმ 20 სტუდენტი, ანუ 15-დან 20 სტუდენტი. ეს არის ის ნორმა, რომელიც ვთქვათ კოლეჯმა დააწესა, თუ ეს არის შესაბამისობაში მოთხოვნასთან?
არა, ეს არის რომელიც შესაბამისობაშია მოთხოვნასთან, მაგრამ გვაქვს ფაქტიურად თითქმის 2 ჯგუფი ხოლმე. წელიწადში რამდენჯერ აცხადებთ რომ გვითხრათ ამ პროგრამას? მოგეხსენებათ რომ ეს არის სახელმწიფო კოლეჯი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს წელიწადში 2-ჯერ მიღებას. ეს არის საშემოდგომო მიღება და საგაზაფხულო მიღება. საგაზაფხულო მიღება ამჟამად არის დაწყებული 10 თებერვალს დაიწყო და 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რა აუცილებელი პროცედურები უნდა გაიარონ ადამიანებმა, რომელსაც სურთ ამ პროფესიას დაეუფლონ? ჯერ უნდა გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარეობს კოლეჯებში, აგრეთვე საინფორმაციო ცენტრებში და რესურს ცენტრებში. რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩატარდება უკვე გამოცდა, რომელსაც ატარებს ნაეკი. ამის შემდეგ უკვე რანჟირებულ სიას გვიგზავნის ნაეკი, ანუ გამოცდების ცენტრი. კი, გამოცდების ეროვნული ცენტრი გადმოგვიგზავნის და შემდეგ მოხდება მათი ჩარიცხვა უკვე. მინდა გკითხოთ მინდა მაინტერესებს მას შემდეგ რაც დაწესდა გამოცდები პროფესიულ სასწავლებლებში მოსახვედრად შეიცვალა თუ არა მსურველთა რაოდენობა? მსურველთა რაოდენობა ზოგადად უფრო იზრდება. მოთხოვნა როგორც დამსაქმებლების მხრიდან არის საკმაოდ გაზრდილი, ასევე აპლიკანტების მხრიდან არის გაზრდილი. ის რომ დაწესდა პროფესიულ სასწავლებელში მოსახვედრად გამოცდები, ეს არ გახდა ხელი შემშელი ფაქტორი ამ პროფესიაში? ნამდვილად არ გახდა, რა ვიცი. შეგიძლიათ გითხრათ, მამაკაცები უფრო ხშირად მოგმართავენ თუ ქალბატონები, ქალები კონკრეტულად ამ პროგრამაზე? სავარაუდოდ შეიძლება ითქვას, რომ გოგონები უფრო მეტია, მაგრამ მთლიანობაში მაინც განსაკუთრებულ განსხვავებას ვერ გამოუხატავ. ასაკობრივი ჯგუფი შეგიძლიათ გითხრათ, რომელი ასაკობრივი ჯგუფის ინტერესია უფრო მაღალი? სარესტორნო საქმის მწარმოებელზე კონკრეტულად უფრო ახალგაზრდები, ვთქვათ 18 წლიდან 30 წლამდე არიან ძირითადად. და როგორია ამ შემთხვევაში დამსაქმებლების მოთხოვნა რომ გითხრათ, თქვათ, რას ითხოვენ ისინი იმისთვის, რომ თქვენს მიერ გადამზადებული კადრი საბოლოოდ აიყვანონ და დაასაქმონ? კოლეჯი ატარებს ხოლმე ყოველ წელს კვლევას. ანუ იმ ორგანიზაციებთან, ვისაც ჩვენ გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული, ვატარებთ კვლევას, ანუ რა საჭიროებები უნდა გამოიხატოს. საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება მოდიფიცირება ჩვენი პროგრამების. ანუ ზუსტად ახლა მოხდა მოდიფიცირება, სადაც დავამატეთ ახალი მოდულები. ეს არის ცივი და ცხელი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, კარვინგის ხელოვნება, ღონისძიებების დეკორი. ასევე გავზარდეთ ინგლისური ენის საათები და რუსული ენის დამატება მოხდა კიდევ. რათა რა თქმა უნდა ჩვენი კურსდამთავრებულები იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანები და მათი დასაქმება უფრო იყოს მარტივი. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ჩვენს მსმენელს გავაზიარეთ ინფორმაცია რომელსაც თქვენ ფლობდით. ჩვენ გავაზიარებთ თქვენი პროფესიული კოლეჯის ლინკს უმი სოციუმი რადიო იმედის Facebook-ის გვერდზე და დაინტერესებული პირები შეძლებენ უფრო ამომწურავი და ზუსტი ინფორმაციის მიღებას. თავის მხრივ გადაცემის პირველი ბლოკის დასასრულს მინდა დავძინო რომ კარგი ოფიციანტის მაღალი სტანდარტების, ევროპული სტანდარტების მიხედვით ეს ნიშნავს ადამიანს, რომელიც კომპლექსურად ფლობს ცოდნას რამდენიმე მიმართულებით. მან უნდა იცოდეს საკვებით მომსახურების წესები, მან უნდა იცოდეს ღვინის მოხმარების წესები, ის უნდა ერკვეოდეს სარეკლამო საკითხებში, უნდა ფლობდეს ინფორმაციას და ალბათ უნარჩვევებიც უნდა ქონდეს იმისთვის, რომ შეიმეცნოს და გაითავისოს, რამდენ მნიშვნელოვანია მისი როლი მარკეტინგის საქმეში ამა თუ იმ კომპანიის და ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ კვების სფეროში და მომსახურების სფეროში ამბობენ, რომ ოფიციანტი ეს არის სარესტორნო ბიზნესის სახე და ის უზრუნველყოფს სტაბილურ კლიენტს იმ შემთხვევაში, თუ ის არის პროფესიონალი და თუ მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ფლანგზე წარმატებულად იმუშაოს. გადაცემის მეორე ბლოკში დაგიბრუნდებით, მეორე ბლოკში გვეყოლება ორი სტუმარი და გავიგებთ რა პრობლემებს აწყდებიან დამქირავებლები, პოტენციური დამქირავებლები, მაშინ როდესაც ისინი ეძებენ კვალიფიციურ კადრს. დროებით.
მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. უმი სოციუმი ანუნა ბუკიასთან ერთად რადიო იმედზე. საღამომშვიდობისა კიდევ ერთხელ მივესალმები იმ ადამიანებს, ვინც ახლა შემოგვიერთდნენ, თქვენ უსმენთ გადაცემას უმი სოციუმი. სამშაბათობით ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ ერთ პროფესიაზე, ამ პროფესიის წარმომადგენელთა ისტორიებს ვისმენთ და ვსაუბრობთ და განვიხილავთ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც დგას იმ ადამიანების წინაშე, რომელიც ამ სფეროში მუშაობენ. დღეს არჩევანი შევაჩერეთ ოფიციანტის პროფესიაზე. აღმოჩნდა, რომ ქართულ ბაზარზე დიდი არის მოთხოვნა, როგორც დასაქმების პოტენციური, როგორც მაძიებლების მხრიდან, ისე დამსაქმებლების. პირველ ბლოკში გაგაცანით ირაკლი ბელთაძის ისტორია, რომელმაც გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება, ასევე სტუმრად ყავდა პროფესიული კოლეჯის წარმომადგენელი. ამ პროფესიული კოლეჯის ლინკს ჩვენ გავაზიარებთ უმი სოციუმი რადიო იმედის Facebook-ის გვერდზე და თქვენ შეგძლებთ უფრო ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ. გადაცემის მეორე ბლოკში გადავწყვეტეთ მოусმინოთ დამსაქმებლებს. ჩვენი პირველი სტუმარი გახლავთ ნანუკა მჟავანაძე. ნანუკა წლებია მუშაობს კვების სფეროში, როგორც კათერინგის ისე მომსახურების მიმართულებით, ორი მიმართულებით, სარესტორნო და კათერინგი და უნდა აღენიშნოს, რომ ის არის დამფუძნებელი ახალი რესტორნის Yard Burger Joint-ის ამერიკული რესტორანი გახლავთ. ნანუკა, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, ანუნა. თქვენ როგორც ამ სფეროში გარკვეული პირი, რა პრობლემებს აწყდებით მაშინ, როდესაც ხსნით ახალ ობიექტს და ეძებთ შესაბამის კადრებს? დასაკურველად როგორც ხშირად საქართველოში სხვა სფეროებშიც ასე ხდება, პროფესიონალიზმის პრობლემა დგას და დგას საკუთარი საქმის სიყვარულის პრობლემა. ხშირად ადამიანები მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის გამო ირჩევენ პროფესიას, შესაბამისად უსიყვარულოდ არ კეთდება არც ერთი საქმე და მეთანხმებით ალბათ ანუნა. ამდენად ვაწყდებით ბევრ სხვა პრობლემას, რომელიც არის გამოწვეული სწორედ აი ესეთი გულგრილი დამოკიდებულებით საკუთარი საქმის მიმართ. რა მეთოდებს მიმართავთ იმისთვის, რომ იპოვოთ კადრი თქვენი ობიექტისთვის? მიმართავთ კონკრეტულ ცენტრს თუ თქვა სხვა რესურსებს იყენებთ ამ ძიების პროცესში? იცით, ჩვენ ამ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს ამ სფეროში, შესაბამისად უკვე სხვადასხვა ხერხები ვცადეთ. ვცადეთ ხერხი, რომ იგვემართა პროფესიული დაწესებულებებისთვის, თუმცა არა ვარ განებივრებული, არ არის დიდი არჩევანი ამგვარი სასწავლებლების. ყველაზე კარგი მეთოდი საბოლოოდ გამოცდილების შედეგად, რაც მივიღე, არის ადამიანური თვისებები. და ისტორიით რაღაცა რიგი თვისებების მქონე ადამიანთან მუშაობა მივხვდით, რომ ყველაზე კარგი არის, იმიტომ რომ აი ტექნიკური ნაწილი ყოველთვის შეიძლება რომ შეიძინოს ადამიანმა, თუ ის ღია არის სიახლისთვის და რაღაცა გულწრფელი არის თავისი საქმის მიმართ. თავად ეს ფაქტი, რომ თქვენ ძიების პროცესში ხარჯავთ ძალიან დიდ დროს, როგორ აისახება ბიზნესზე? აფრთხებს თქვენს მუშაობას, თქვათ უფრო მეტი რესურსის ხარჯვა გიწევთ, ადამიანური რესურსის, ასევე დროის, თუ რას ახდენს ეს, რა გავლენას ახდენს? ყველაზე მეტი იხარჯება ადამიანური რესურსი, იხარჯება ჩვენი რესურსი, იმისათვის, რომ სისტემატურად მოვახდინოთ ახალი კადრების შერჩევა, ამ კადრებთან მუშაობა, რომ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც თქვა ჩვენთვის არის სასურველი, იმიტომ რომ ამ სფეროში თქვენ დამეთანხმებით ალბათ კომპანიის წარმატებით საწინდარი არიან სწორედ ეს ადამიანები, ვინც არიან ფრონტზე, ხო, ვისაც უშუალოდ აქვს შეხება მომხმარებლებთან, კლიენტებთან, ხო? და შესაბამისად ვცდილობთ და ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ ეს ადამიანები სწორად აწვდიდნენ საკუთარ თავს, კომპანიას და პროდუქტებს, რომელსაც ჩვენ თავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ადამიანური თვისებები, ხასიათი ადამიანის. თუ შეგიძლიათ კიდევ გითხრათ, რა მოთხოვნები გაქვთ, როდესაც ეძებთ ამ თუ იმ კადრს თქვენი ბიზნესისთვის დასასაქმებლად, რაღაცნაირად ისეთი, რომ ჩამოგვითვალოთ.
როგორც აღნიშნე, აუცილებელი არის ადამიანური თვისებები და ეს თვისებები არის ზრგილობა უპირველესად, შრომის მოყვარეობა, რასაკვირველია. პროფესიული თვალსაზრისით ისაც ვთქვათ, უნდა იცოდეს ჩვენს დროში ოფიციენტმა ამ მიმართულებით თუ გაქვთ რამე გარკვეული იცით რა არის, ეს არის უკვე, აი რასაც ეძახიან silver services კლასი, ვთქვათ, რასაც ხშირად რაც გვჭირდება ჩვენ კეთერინგის მომსახურების შემთხვევაში. ვთქვათ, აი ჩვენი რესტორნის შემთხვევაში ეს არ არის მოთხოვნა, ვთქვათ, რომ იცოდნენ რომელი მხრიდან მივიდნენ ასე შემდეგ, იმიტომ რომ უფრო სუბუქი ანუ ესეთი casual რაღაცნაირი სიტუაცია არის, ვთქვათ, მაგრამ კეთერინგის შემთხვევაში არის აუცილებელი აი ის უნარები, რასაც პროფესიული უნარები ქვია. იცოდნენ ზუსტად ცევის წესები, რომელიც ამ პროფესიისათვის არის დამახასიათებელი და ეს არის ძალიან გრძელი რიგი, სია ამის ჩამონათვალეობად. მსმენელი შეკითხვა მივიღეთ, გვეკითხება მნიშვნელოვანი თუ არა მნიშვნელოვანი არის თუ არა ოფიციანტის გარეგნობაო. თქვენ რა აზრის ხართ? იცით რა არის, მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ყველა ადამიანი თავისთავად საინტერესოა თავისი გარეგნობით. ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის ის რომ ოფიციანტი ყოველთვის უნდა იყოს ძალიან მოწესრიგე. ჰიგიენის ნორმები უნდა იყოს უმაღლეს დონეზე დაცული და სასიამოვნო უნდა იყოს, ვთქვათ, ყველა ადამიანს თავისი რაღაცა პლუსი ყოველთვის აქვს გარეგნობაში და ყველა ჩვენებურად აღვიქვავს. თქვენ როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელს თუ ქონიათ შეხება სახელმწიფო ორგანიზაციებთან, თქვათ, დარგის განვითარების მიზნით, რაიმე ინიციატივას თუ ქონია მათი მხრიდან ადგილი ან რამე შემოთავაზება თუ ყოფილა დახმარების, იგივე კადრების გადამზადების მიმართულებით, ან თქვათ, გარკვეული სხვა ტიპის ხელშეწყობის? არა, ჩვენ არ გვქონია ამ ტიპის ურთიერთობა სახელმწიფო სექტორთან, თუმცა ვისურვებდი და ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ჩვენი ქვეყნის კურსი კარგად ვითარდება ჩვენ ტურიზმის მიმართულებით და ვთქვათ, ეს საკითხი დგას. სპეციფიკში კარგი იქნებოდა მეტი პროფესიული სასწავლებელი, უფრო კვალიფიციური კადრები და დიდი სიამოვნებით ვთქვათ, რაღაც მსგავსი ინიციატივის არსებობის შემთხვევაში მეც ჩავერთვებოდი და რაღაცა ჩემ რესურსს მაქსიმალურად დავხარჯავდი ამაზე. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ნანუკა მჟავანაძე, Yard Burger Joint-ის ამერიკული ახალი რესტორნის დამფუძნებელი და კვების სფეროში გამოცდილი კადრი იყო სატელეფონო ხაზზე. ჩვენ ვეცდებით დავუკავშირდეთ ლევან ქოქიაშვილს, რომელსაც არანაკლები გამოცდილება აქვს ამ სფეროში მუშაობის. დღეს ის წარმოადგენს კომპანიას 2L გასტრონავტი და ეს არის ახალი კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს, მოახდინოს, ესე ვთქვათ, გარდაქმნები და რევოლუცია მომსახურების სფეროში. რა რევოლუციაზეა საუბარი, თავად ლევანი გვეტყვის. ლევან, საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით, გამარჯობათ, საღამოშტო. რატომ გადაწყვიტე ამდენწლიანი გამოცდილების და მუშაობის შემდეგ სხვადასხვა კომპანიაში დაგეფუძნებინა კიდევ ერთი კომპანია მომსახურებ? ნუ პრინციპში ვერ ვიტყოდი, რომ შენი კომპანია იდენტურია, თუმცა კიდევ ერთი სტარტაპი ყოფილიყო მომსახურების სფეროში და სარესტორნო ბიზნესში. რამ განაპირობა შენი ეს ინიციატივა? ის არის ალბათ როგორც ყველა სფეროში ამ სფეროში ძალიან დიდი პრობლემებია მენეჯმენტის კუთხით. ასევე თვითონ სახელმწიფო სტრუქტურებიც ცდილობენ რაღაცნაირად გამოასწორონ სიტუაცია და იყოს ტურიზმის კუთხით განვითარდეს საქართველოში მომსახურება. ერთ-ერთი პრობლემა გვაქვს სარესტორაციო სფეროში მომსახურება. ზუსტად აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ძალიან პროდუქტული იქნება ამ პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლისთვის და ასევე ჩემი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც თქვენ ესე დამახასიათეთ, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მნიშვნელოვანი არის ჩემთვის პირადად ჩემი პროფესიული ხედვიდან გამომდინარე, რომ რაღაცნაირად ვეცდებ განვავითარო ეს სფერო. რა მიმართულებებზე გააკეთებთ აქცენტს მუშაობისა? სად ხედავთ ყველაზე დიდ პრობლემას? პირველ რიგში ხედავ პრობლემას
მენეჯმენტის კუთხით, იმიტომ რომ ძირითადად საშუალო დონეა მენეჯმენტის კუთხით განვითარებული, არცლიან საჭიროთ რესტორატორები და ანუ ამ კუთხით მომუშავე ადამიანები, რომ გააკეთონ თავის ესე ვთქვათ მიმტანები და ასე ვთქვათ რაც არის საფეხურები, იმ საფეხურებზე განათლება, ასე ვთქვათ, ტრეინინგები ჩაუტარონ თავის პერსონალს. აი პირველ რიგში ამას გავამახვილებდით ყურადღებას და ურჩევ ყველას აბსოლუტურად, რომ მაქსიმალურად ეცადოს თავისი პერსონალი გაანათლოს ამ სფეროში. და ხელი შეუწყოს იყოს თქვათ გადასამზადებელი კურსები, გარკვეული დამატებითი ტრენინგები, ამას გულისხმობთ. ამას გულისხმობთ. მაშინ, როდესაც თქვენ ეძებთ კადრებს თქვენი ობიექტისთვის, იმ ობიექტისთვის, რომლის მენეჯმენტიც იპყრეთ ხელთ, რა მეთოდებს მიმართავთ, როგორ იწყებთ ძიებას კადრების? კადრების ძიებას ვიწყებთ პირველ რიგში ამ სფეროში მომუშავე სხვადასხვა სტრუქტურებიდან, იმის გამო რომ ჩვენ რაღაც ბაზა გვაქვს გამოცდილებიდან გამომდინარე, ყავს სხვადასხვა თითქმის დიდ რესტორატორებთან ვინც არიან თბილისში, ყველასთან გვაქვს კონტაქტები და აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვიგებთ მენეჯმენტის მონარქია რამდენად სწორედ არის გავაგებული. შემდეგ აქედან გამომდინარე ვურჩევთ რესტორატორს ვინც არის ესე ვთქვათ ამ რესტორანის მფლობელი, მას ურჩევთ აი ამ კადრის და თუ ამა თუ იმ კადრის ესე ვთქვათ მოზიდვას და უკვე ვიწყებთ როგორც ვანთავსებთ განცხადებებს, გააჩნია რა სტატუსის და რა რომელი კადრი გჭირდება. ჩვენ შემთხვევაში ჩვენი გადაცემა ოფიციანტებზე იყო ფოკუსირებული. უშუალოდ რომ გითხრათ, იმ შემთხვევაში თუ ეძებთ ოფიციანტებს, რა გზებს მიმართავთ? იცით რა არის მიმტანი საერთოდ ზოგადად საქართველოში არის მიღებული ძალიან ეს ვთქვათ არა სწორად, ანუ ეს ძალიან საინტერესო პროფესია არის ფსიქოლოგიის კურსებში ჩვეულებრივ არის კურსი, სადაც აუცილებლად უნდა იმუშაო მიმტანად და ძალიან ერთ-ერთი კომუნიკაციისთვის ერთ მნიშვნელოვანი კადრი, მნიშვნელოვანი პროფესია არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ პირველ რიგში ამ ეტაპზე დავარწმუნოთ სტუდენტები იმის გამო, რომ საზოგადოებრივ ფაქტურად ყველა სტუდენტი მუშაობს იმიტანად, ვეძებთ ახალგაზრდებში უფრო, იმიტომ რომ უფრო მოტივირებულები არიან, უფრო აინტერესებთ ყველანაირი სფერო და აქედან გამომდინარე ვეძებთ ჩვენ უფრო აი სტუდენტების კატეგორიაში. თუ შეგიძლიათ გითხრათ, ზოგადად როგორია განწყობა საზოგადოების ამ პროფესიისადმი, თუ გქონიათ, თუ დაკვირვები ხართ ამ განწყობებს მუშაობისთვის? არის რაღაც ძალიან ცუდი, ჩემი აზრით. ყველას ურჩევ, როდესაც შედის რესტორანში, ნებისმიერ მიმტანს შეხედოს, იგი არის ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი პროფესიის მქონე. არ არის კარგი განწყობა, ეს თვითონ ზოგადი პრობლემა, ალბათ მე ვფიქრობ ჩვენი. და ჩემი რჩევა იქნება შეხედან როგორც პროფესიას, როგორც ადამიანს, როგორც იმ იმტანს, რომელიც უნდა მოგემსახუროთ და თქვენ უნდა ასე ვთქვათ, ან გაგიფრჩოთ ის საღამო, ან შეიქმნათ კაი განწყობა. რომელიც შრომობს და სულ მცირე მისი შრომა მაინც უნდა დავაფასოთ, თქვათ ჩვენი კომუნიკაციის სწორი ფორმის შერჩევით ალბათ. თავისთავად. თქვენ თუ გაქვთ კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თავად მიმტანი, რომელსაც თქვენ დაასაქმებდით თქვენს ბიზნესში? გარდა იმ ყველაფრისა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ხო? დიახ. პირველ რიგში მე ვფიქრობ პასუხისმგებლობა, რაც ალბათ ყველა სფეროში მნიშვნელოვანი არის, ინტერესი ამ საქმის მიმართ და მე ჩემი პირადი ერთ-ერთი კრიტერიუმია ჰიგიენა, რომელიც ასე ვთქვათ, არ არეგულირდება არანაირად ამ ეტაპზე საქართველოში არანაირი სახელმწიფო რეგულაცია არ აქვს იმტანის ჰიგიენურად, ასე ვთქვათ, პირველი ფორმა არსებობს ესეთი, რომელიც ფაქტიურად არ თხოვენ სახელმწიფო არ თხოვს რესტორნებს და ვფიქრობ, ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმის გამო რომ საზოგადოებრივ არ შეიძლება არ მიგიღებენ სამსახურში თუ ეს ფორმა არ წარადგინე
რადგან ეს საკითხი ვახსენეთ, საინტერესო როგორია თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით. როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს კონტროლი კვების და მომსახურების სფეროს ობიექტებისგან? რას უნდა აკეთებდეს ის იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ხარისხი? თავისთავად უნდა მოხდეს ყველა პროფესიის მიმართ, რომელიც ჭირდება რესტორაციას, უნდა მოახდინოს სახელმწიფომ შესთავაზოს რეგულაცია, რომელშიც უნდა იყოს სხვადასხვა პროფესიაზე სხვადასხვა მოთხოვნები, უნდა იყოს ასე ვთქვათ, არ არის მნიშვნელოვანი გამოცდილება, უნდა იყოს პირველადი ფუნქციები, რომელიც ასე ვთქვათ, რომელ ჩარჩოებშიც უნდა ჯდებოდეს ნებისმიერი ამ სფეროში მომუშავე ადამიანი. და ამ კუთხით არაფერი არ გესწრება სამწუხაროდ. რადგან ეს რეგულაციები არ არის და კონტროლის მექანიზმის პრინციპში არ არსებობს, რასაც ჩვენ ყველა სფეროში ვაწყდებით, თუ გქონიათ თავად ობიექტების მფლობელების დამოკიდებულება როგორია? რამდენად არიან ისინი მიმართული იმისკენ, რომ განავითარონ და ინვესტიცია ჩადონ თავიანთ კადრებში? მოყვებიან თქვენს ინიციატივებზე მარტივად? არის არა, ადვილად არ მოყვებიან, მაგრამ როდესაც ჩვენ ამას ხსნით და ანუ უხსნით, აი მაგალითად როგორც გიხსნით, ახლა არასდროს ადამიანი, რომელიც არ გამოყოლია, იმის გამო რომ ეს არის პირველადი ფაქტორები, ეს მოქმედებს. ყველა ფაქტორზე თქვენი რესტორანის მუშაობის, თუ კაფის, თუ ასე შემდეგ, საკვები ობიექტის და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ის პერკეტები, რომელთაც ფაქტებით ვადასტურებთ ჩვენს მართავ აზრს. ერთ-ერთი მსმენელი გვწერს, რომ ასაკის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი გავხდი და არ მიმიღეს სამსახურშია. თქვენ როგორ ფიქრობთ, მნიშვნელოვანია ასაკი მაშინ, როდესაც შენ გინდა დასაქმდე ამ სფეროში ოფიციანტის პოზიციაზე? თავისთავად მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ობიექტს აქვს თავის კრიტერიუმები, ავიღოთ თუ გინდათ დიდი კვების ასე ვთქვათ ობიექტები, მათ აქვს კრიტერიუმები, რომელი წლიდან რომელ წლამდე შეიძლება რომ იყოს მაგალითად ავიღოთ კონკრეტულად მიტანზე რო ავიღოთ, რომელი წლიდან რომელ წლამდე უნდა იყოს თვითონ ასაკი ამა თუ იმ მიტანის. აქედან გამომდინარე, ყოველთვის შეზღუდულია ეს თვითონ იმ რესტორის კონკრეტულ შინაგანაზე შეიწერება და სამწუხაროდ ესეთი შეზღუდვები არის და მე ვფიქრობ, რომ სწორია ესეთი შეზღუდვები. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, გისურვებთ წარმატებას თქვენ საქმეში. ლევან ქოქიაშვილი, თუელ გასტრონავტის დამფუძნებელი გახდოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, მან გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება და გვიანბო იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს ადამიანების წინაშე, რომლებიც მუშაობენ ამ სფეროში. დღევანდელი გადაცემის თემა გახლდათ პროფესია ოფიციანტი. მოხარული ვიქნები თუ მოგაწოდეთ ამომწურავი თუ არა, ზოგადი ინფორმაცია მაინც იმისთვის, რომ სწორ გზაზე დაგაყენეთ, იმისთვის, რომ თქვათ, იცოდეთ, ვის უნდა მიმართოთ, რას უნდა დაეუფლოთ და როგორ გაიუმჯობესოთ, თქვათ, და როგორ გააუმჯობესოთ თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევები საქმიანობისას და მაშინ, როდესაც თქვენ ამ სფეროში მუშაობთ. ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით, ეს იყო გადაცემა უმი სოციუმი, მე ანუნა ბუკია. მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. უმი სოციუმი, ანუნა ბუკიასთან ერთად, რადიო იმედზე.